მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: სამყარო კარს უღებს მას, ვინც იცის სად მიდის. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ამერიკელი პოეტი და ფილოსოფოსი რალფ უოლდო ემერსონი. როგორც წესი, ციტატას სხვადასხვა პრინციპით ვირჩევ. დღევანდელმა ციტატამ იმით დამაინტერესა, რომ ჩემთვის თლად ცხადი არ იყო, რა არის ამ ციტატის ნამდვილი შინაარსი. ჯერ ერთი არ იყო გასაგები, რას ნიშნავს ფრაზა სამყარო კარს უღებს და მერე ციტატის ზოგად პათოსაც ვერ ვეთანხმებოდი ადვილად, რომ სამყარო კარს უღებს მას, ვინც იცის სად მიდის. იმდენი საწინააღმდეგო მაგალითი მიტრიალებდა თავში, რომ მინდოდა კარგად გამერკვია, სად იყო აცდენა ციტატის შინაარსს და ჩემს ხედვებს შორის. სანამ გიამბობთ, რა შედეგით დასრულდა ჩემი ფიქრი ემერსონის ამ ფრაზაზე, გთხოვთ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. უკვე მე-5 წელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომია. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თავის ქვეყანას რუსეთს და რუსულ სამყაროს, ანუ რუსკი მირს იცავს დასავლეთის მავნე გავლენისგან. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ იცავს რუსეთის საზღვრებს ნატოს და ევროკავშირის გაფართოებისგან, მეორე მხრივ კი რუსული სამყაროს ნაციონალურ კონსერვატიულ იდეოლოგიას იცავს დასავლური ლიბერალიზმისგან, რომელსაც სხვა ყველაფერთან ერთად არ დაუჯერებია ჯერ კიდევ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია თურმე. მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იცავს უკრაინის საზღვრებს და თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გადასაწყვეტია, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი უნდა რომ იყოს მაგალითად. იცის თუ არა ვლადიმერ პუტინმა სად მიდის? რა თქმა უნდა, იცის და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არანაირი რესურსი არ ენანება, მათ შორის ადამიანების სიცოცხლე. იცის თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სად მიდის? რა თქმა უნდა, იცის და მისი მიზანი იმდენად მკაფიო არის, რომ ამ გზაზე ყველანაირ დაბრკოლებას პირისპირ და ჯიქურ ხდება. მას რომელ მათგანს უღებს კარს სამყარო? ვლადიმერ პუტინს თუ ვოლოდიმირ ზელენსკის? ახლა მივედი ამ ციტატის მიმართ ჩემს მთავარ კითხვასთან. რას ნიშნავს სიტყვები სამყარო კარს უღებს? გონი ამ კითხვის პასუხი ციტატის გასაღებია. ცხადია, სამყარო სავსეა შესაძლებლობებით, მაგრამ ადამიანს ზოგჯერ შეუძლია და ზოგჯერ არ შეუძლია, რომ ამ შესაძლებლობებს შორის ზუსტად ის დაინახოს, რომელიც მას მიიყვანს მიზანთან. სამყარო კარს უღებს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ეს შეუძლია ადამიანს, რომ დაინახოს შესაძლებლობები ზუსტად და სწორ კარში შევიდეს. რუსეთის პრეზიდენტის პრობლემა უკრაინასთან დაკავშირებით, მე მგონი სწორედ ეს არის, რომ თავის შესაძლებლობებს ვერ საზღვრავს შესაბამისად. აი მაგალითად, თავიდან მთელ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხია და ვერავინ ვერ დაარწმუნა, პირველ რიგში ვერ დაარწმუნა უკრაინელები ამაში, რომლებმაც ყოველთვის იცოდნენ, ყოველთვის, რომ ისინი არიან სხვები და რუსები სხვები. შემდეგ პუტინს ჰქონდა ასეთი განცდა, რომ 3 დღეში აიღებდა კიევს თავისი ამ სპეციალური ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მე-5 წელია ომი მიდის და რუსეთი გამარჯვებისგან ისე შორს არასდროს არ ყოფილა, როგორც ახლა. არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი თავის მიზნიდან გამომდინარე შესაძლებლობებს სწორად საზღვრავს. იმიტომ რომ ხედავთ, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ სივრცეზე კარგავს გავლენას, სამყარო მას სულ უფრო მეტ კარს უხურავს და სულ უფრო მეტ მოკავშირეს აშორებს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, მან პირველ რიგში ის შესაძლებლობა გამოიყენა სწორად, რომ როდესაც ომი დაიწყო, თავის ქვეყანა არ დატოვა. თუმცა ბევრი ურჩევდა ამას და მათ შორის ურჩევდა ამერიკის პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ გააკეთა. შემდეგ როგორც ჩანს, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მის მიმართ ბევრი კრიტიკის მიუხედავად,
მან შესაძლებლობების ნაწილი მაინც სწორად გამოიყენა, იმიტომ რომ დღეს მისი კრიტიკოსებიც ამბობენ და ყველასთვის ცხადი არის, რომ ზოგადი სურათი ნელ-ნელა ბალანსდება რუსეთს და უკრაინის შორის ურთიერთობაში და ამ ომში და იმის მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც გამოცეს ზოგადი სურათი ბალანსისკენ მიდის და თითქოს ომში გარდატეხა შეიძლება შევიდეს უკრაინის სასარგებლო და ეს არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდის განმავლობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ვოლოდიმერ ზელენსკის სიჯიუტეა და ამას ახლა ყველა აღიარებს, მისი კრიტიკოსებიც აღიარებენ. მგონი იმისთვის, რომ სამყარომ კარი გაგიღოს, ანუ შესაძლებლობები სწორად დაგანახოს და გამოგაყენებინოს, გასაღები უნდა ეძებოს შენ საკუთარ თავში და არა სადღაც სხვაგან შენ გარეთ. ემერსონის ციტატა ერთი შეხედვით თითქოს იმას ამბობს, რომ თუ ადამიანს მიზანი განსაზღვრული აქვს, სამყაროც ეხმარება, მაგრამ მგონი ამ ციტატის ესეთი განმარტება სწორი არ უნდა იყოს. მაგალითად, ვისაც ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ამ მიზნის მისაღწევად ყველას და ყველაფერს წირავს, მას სამყარომ კარი რატომ უნდა გაუღოს? თუ ადამიანს კარიერული მიზნები აქვს და ამ მიზნის გზაზე არაფრის წინაშე უკან არ იხევს, მას სამყარო რატომ უნდა დაეხმაროს? მგონი ფრაზა ვინც იცის სად მიდის, გარემოს რუკის ცოდნას კი არ გულისხმობს, არამედ შინაგან კომპასს. მე თუ ვიცი ვინ ვარ, ესე იგი ვიცი რა გზას ვადგავარ და ჩემი ღირებულებებია ჩემი გზა. იმისთვის რომ ზუსტად ავხსნა ბოლოს და ბოლოს როგორ ვკითხულობ ემერსონის ციტატას, მინდა რომ ძალიან ცნობილი ქართული ხალხური ლექსი შეგახსენოთ. წუთი სოფელი რა არის, აგორებული ქვა არის, რა წამს კიდავი ბადებით, იქვე საფლავი მზა არის. საცა სოფელში მიხვიდეს უყველგან ორი გზა არის, შუაში არის ხმელეთი, გარშემო დიდი ზღვა არის. ყველა ადამიანის შვილი ვართ, თათარიც ჩვენი ძმა არის. თუ ქალი გეტყვის დობასა, ის უკეთესი და არის. აგრეთი გქონდეს გუნება, ვით მოწმენდილიც არის. თუ არ იწამებ ამასა, მუცლით ნაშობი რა არის? მას რას ხედავს ამ ლექსის ავტორი სამყაროში, რა შესაძლებლობებზე წერს? ამბობს, რომ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის მოკვდავია და ამ განცდით უნდა იცხოვროს. უნდა იცოდეს, რომ ყველგან სადაც მივა, დახვდება ორი გზა, კეთილიც და ბოროტიც, ხსნაც დახვდება და დაღუპვაც დახვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ უნდა აირჩიოს ამ ორი გზიდან, რომელს დაადგეს. უნდა იცოდეს, რომ ვინც დავიბადეთ, ყველა თანასწორი ვართ და თათარიც ძმა არის, იმიტომ ისიც ადამიანის შვილია. უნდა იცოდეს, რომ სულიერი ნათესაობა არსებობს, იმიტომ რომ თუ ქალი დობას გეტყვის, მას უნდა ნამდვილი ძმობა გაუწიოს, ნამდვილ დად უნდა მიიღო. და ამბობს, რომ სანამ ცოცხალი ხარ, მოწმენდილი სასავით ხასიათი უნდა გქონდეს. ესე იგი, კეთილი ზნით უნდა იცხოვრო, მშვიდად უნდა იცხოვრო. და ბოლოს ლექსის ავტორი კითხვას სვამს, რომ თუ ამ ყველაფრის არ გწამს და არ გჯერაო, მაშინ ადამიანად რისთვის დაიბადეო? ეს ლექსი ჩემთვის იდეალურად ხსნის ემერსონის ციტატას. თუ ადამიანი ამ ლექსის ავტორის პრინციპებით ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სამყარო ბოროტი დედინაცვალი კი არ არის. მისთვის სამყარო არის კეთილგანწყობილი გარემო, შესაძლებლობების ასპარეზი და ღია კარი. საქართველოში სამწუხაროდ სამყაროს მიმართ, არა რატომ სამწუხაროდ, უბრალოდ ასე იყო, რომ მხოლოდ ერთგვარი ოპტიმისტური დამოკიდებულება არ იყო, როგორც ამ ლექსია. უბრალოდ სწორად ლექსი არჩევანზე ლაპარაკობს, რომ ესეც შეგიძლია აერჩიო, ისიც შეგიძლია აერჩიო. და მინდა ახლა შეგახსენოთ ძალიან ცნობილი სტროფი ვეფხისტყაოსნიდან და შემდეგ ვილაპარაკებ იმაზე ძალიან მოკლედ, თუ როგორ ხედავს ამ პრობლემას ვეფხისტყაოსნის ავტორი. ადამიანის გზა საით მიდის ის. ვასოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა, ყოვლის შენი მონდობილი ნიადაგმცა, ჩემებ ტირსა, სად წაიყვანსა დაურსა,
სადაღუფხური სადით ძირსა, მაგრა ღმერთი არ გაწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. წუთისოფელი მართლაც სავსეა განსაცდელით, მაგრამ ადამიანის მშველელი ღმერთია. და ხალხური ლექსის ავტორიც ხომ ამას ამბობს, რომ სადაც სოფელში მიხვალო ორი გზა დაგხვდებაო და აი ამ სხვადასხვა გზაზე დგანან ადამიანები, ზოგი ღმერთის გზაზე, ზოგი სოფლის გზაზე და სამყაროც ზოგს უხსნის კარს და ზოგს უკეტავს. სამყარო კი არ იცვლება. ადამიანის არჩევანი არის სხვადასხვა. არის ერთი არჩევანი, რომ იარო სწორ გზაზე და ღია კარი დაინახო და არსებობს მეორე არჩევანი, რომ იარო რაღაც სხვა გზაზე და დაგეკეტოს ყველა კარი სინამდვილეში. აი ამას ამბობს ხალხური ლექსიც და ამას ამბობს შოთა რუსთაველიც. დღევანდელი ციტატის კონტექსტში კიდევ ერთი ადამიანი მინდა გავიხსენოთ, რომელიც იდეალური დასტური არის ემერსონის ციტატის. ვგულისხმობ დიმიტრი ყიფიანს, რომელიც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო მეტეხის ციხეში გამოკეტეს, ელოდებოდა სავარაუდოდ სასიკვდილო განაჩენს და მართლაც ასეთი განაჩენი დადგა, სიკვდილის განაჩენი და შემდეგ რუსეთის იმპერატორმა შეიწყალა მოკლედ დიმიტრი ყიფიანი და ბოლოს ვოლოგდაში გადაასახლეს. მაგრამ ამასობაში იცით რა ხდებოდა? როგორც კი ციხეში მოხვდა ეს 18 წლის ახალგაზრდა კაცი ფაქტობრივად თითქმის ბავშვი, მან გადაწყვიტა, რომ უნდა შეისწავლოს ფრანგული ენა. კარგი დროა ამისთვის. დაიწყო ენის სწავლა გულმოდგინე და როდესაც განაჩენი გამოაცხადეს, მაშინაც ენის სწავლა არ შეუწყვეტია და ბოლოს, როდესაც ვოლოგდაში მოხვდა, ვოლოგდის გუბერნატორი მოხიბლა ფრანგულის ცოდნით და სხვა განათლებით და თავის ხასიათით და ისე მოხდა, რომ კანცელარიის მმართველის მაღალი პოსტიც დაიკავა ამის გამო და სახლშიც ვადამდე დაბრუნდა. საოცარი ამბავია. აი მეტი დასტური ემერსონის ციტატის რაღა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ყიფიანი ის ადამიანია, რომელსაც და რომლის ხსოვნასაც უпроსტად აკაკი წერეთელმა მიუძღვნა ქართული პოეზიის შედევრი ლექსი განთიადი ცაფიროს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო. ესე იგი, რას ამბობს რალფ უოლდო ემერსონი? რომ სამყარო კარს უღებს მას, ვინც იცის სად მიდის. ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც ეს ციტატა ისე საოცრად ესადაგება რეალობას, რომ პირადად მე თავის სამუდამოდ დამამახსოვრა. დღეს ამით ვასრულებ გადაცემას და ხვალამდე გემშვიდობებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა ტრადიციულად ჩემი დიდი და გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.